ბოტანიკურ ბაღში ერთმწკრივად სულ 6 მცენარე ალბიცია, გლედიჩია, ევკალიპტი, იუკა, კორდილინა, შქერი დაარგესო. მწკრივის დასაწყისი დასავლეთითაა, ბოლო აღმოსავლეთით. მცენარეები დარგეს შემდეგი პირობების დაცვით: იუკა ამ მწკრივის თავში დარგეს ან ბოლოში. არც ევკალიპტი და არც შქერი არ დაურგავთ მწკრივის დასაწყისში. კორდილინა და იუკა გლედიჩიასგან სხვადასხვა მხარეს დარგეს და ალბიცია უფრო აღმოსავლეთით დარგეს, ვიდრე ევკალიპტი. და ჩამოთვლთაგან, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს მწკრივში მცენარეების მიმდევრობას დასავლეთიდან, ანუ აქედან, მარცხნიდან, აღმოსავლეთისკენ, ანუ მარჯვნივ. პირველი, ხო? მე-12. დან ავერსია ჩამოწერილია რაღაცები და უნდა შეადარო ყველაფერს, რაც ბულეტებით არის წერტილოვანი პირობებით გამოყოფილი, ხო? თუ ერთი წერტილოვანი პირობა მაინც დაირღვა, მაშინ მთელი პირობა წყალში ჩაიყრება და მთელი ვარიანტი არასწორია, ხო? იუკა ამ მწკრივის თავში დარგეს ამ ბოლოში, კი ბოლოშია. არც ევკალიპტი და არც შქერი არ დაურგავთ მწკრივის დასაწყისში და აქ ვხედავთ, რომ ევკალიპტი დასაწყისშია დარგული, ამიტომ ეს ვერსია უკვე არასწორია. გადავიდეთ ასეთ დროს B-ზე და ნახოთ აბა კანონზომიერებები დავიჭიროთ. იუკა ამ მწკრივის თავში დარგეს ამ ბოლოში, კი ბოლოშია. არც ევკალიპტი და არც შქერი არ დაურგავთ მწკრივის დასაწყისში, არ არის სწორია. კორდილინა და იუკა გლედიჩიასგან სხვადასხვა მხარეს დარგეს. ეგრეა, კორდილინა გლედიჩიასგან დასავლეთით არის, იუკა აღმოსავლეთით არის, ანუ მარცხნივ და მარჯვნივ და შესაბამისად ეს პირობა შესრულებულია. ალბიცია უფრო აღმოსავლეთით დარგეს, ვიდრე ევკალიპტი და ჩვენ ვხედავთ, რომ ევკალიპტზე აღმოსავლეთით არის დარგული ალბიცია და სწორედ ეს B იქნებოდა მართებული პასუხი, ხო? არ არის სავალდებულო, რომ უშუალოდ გვერდით იყოს. თუ უშუალოდ გვერდით უნდა იყოს, ეგ ეწერება რა. ამიტომ უბრალოდ აღმოსავლეთით თუ წერია, ესე იგი, არის მარჯვნივ და ეგრეა კი ევკალიპტისგან მარჯვნივ არის ალბიცია. სხვა პასუხებში რა დაირღვა, ნახოთ. G-ვერსია იუკა თავშია, შესრულდა, ევკალიპტი და შქერი დასაწყისში არ არის და შესრულდა მაგ მხრივ. კორდილინა და იუკა გლედიჩიასგან სხვადასხვა მხარეს დარგესო და კორდილინა და იუკა ორივე გლედიჩიასგან ერთსა და იმავე მხარეს არის, ანუ დაირღვა ეგ პირობა და შესაბამისად გადაიხაზება G-ვერსია. შემდეგ D-ვერსიაში იუკა დასაწყისშია, სწორია, ევკალიპტი და შქერი არ არის დასაწყისში, კორდილინა და იუკა გლედიჩიასგან სხვადასხვა მხარეს არის, სხვათა შორის სწორია, აქეთ-იქეთ არის. და ალბიცია უფრო აღმოსავლეთით დარგეს, ვიდრე ევკალიპტიო და არა, ევკალიპტია უფრო აღმოსავლეთით დარგული, ვიდრე ალბიცია, ამიტომ ბოლო ვერსია ჩავარდა და ბოლოში დაირღვა ის, რომ იუკა მწკრივის დასაწყისში უნდა იყოს, ან ბოლოში და აქ აღმოვაჩენთ, რომ არც თავში არის და არც ბოლოში იუკა და ბოლო ვერსია გამოირიცხება. ხედავ, მე-12 ტესტი ყველაზე ადვილად მოსაპოვებელ ქულებს განეკუთვნება. საერთოდ ეგ მინდა დავიმახსოვროთ, რომ მე-12 ტესტის შემდეგ, რომელიც გამორიცხვის მეთოდით იხსნება, ხო? მაგის მერე უკვე წავა ტესტები, რომლებიც რაღაც დალაგებას და პატარა ჩაწერას მოითხოვს ჩვენგან. ანუ ცხრილების შედგენას ვეძახით ჩვენ მაგას მოსწავლეებთან. ცხრილების შედგენა მაინდა-მაინც იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც აბსოლუტურად სრულყოფილი ცხრილია აგვან რამე სქემა, ჩანაწერი პატარა, ხო? შავ ფურცელზე რაც დაგეხმარება, რომ გაერკვე კითხვის და შესაბამისად პასუხის არსში, ხო? ანუ ჯერ მე-12 კითხვაში ავტორი ცოტა გაახლოებს ამოცანასთან და შესაძლებელ ვარიანტს გთავაზობს და მერე ნელ-ნელა სწავლობ რა ამოცანას და ამჯერად გადავიდეთ მე-13 ტესტზე და შენ ამ ყველაფერს შავ ფურცელზე გააკეთებდი, მე აქ შემოგთავაზებ და კითხვა არის შემდეგნაირად ჩამოწერილი, დაწერილი. თუ იუკა დარგეს ალბიციასგან აღმოსავლეთით, მაშინ ჩამოთვლთაგან რომელი პირობა ვერ შესრულდებაო, ხო? მოდი დავნომროთ ეს მცენარეები, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე.
და მწვანეთ ავიღებ ამ მცენარეებს, მცენარეა მაინც მწვანე ფერი უხდება, თუ იუკა დარგეს ალბიციასგან აღმოსავლეთითო. ეხლა იუკა ამ მწკრივის თავში უნდა იყოს ან ბოლოში და თუ თავში დავრგავთ, შეუძლებელი გახდება, რომ რამისგან აღმოსავლეთით იქნას დარგული, ის აუცილებლად დასავლეთით აღმოჩნდება. ამიტომ აღმოსავლეთით თუ გინდა დარგო ნებისმიერი მცენარისგან აღმოსავლეთით აუცილებლად ბოლოში მოყვება და იუკა უნდა იყოს ბოლოში და ალბიციასგან კი არა ნებისმიერი მცენარისგან აღმოსავლეთით აღმოჩნდება და ამ მწკრივის თავში ან ბოლოში სულ ერთი ვარიანტია, ბოლოში უნდა იყოს აუცილებლად და რომელი პირობა ვერ შესრულდებაო, ხო? პასუხებიდან უნდა გატესტო. კორდი პირველი, კორდილინა მწკრივში მეოთხეა. აი ჩავწეროთ კორდილინა მწკრივში მეოთხე. ჩვენ ვიცით, რომ კორდილინა და იუკა გლედიჩიასგან სხვადასხვა მხარეს უნდა დაირგოს, ამიტომ შუაში ჩაიწერება გლედიჩია. და შემდეგ თუ დავაკვირდებით, დარჩა სამი მცენარე. ეს არის შქერი, ევკალიპტი და ალბიცია. და აღმოჩნდება, რომ პირველივე არის სწორი პასუხი და რატო? იმიტომ რომ როდესაც კორდილინა არის მწკრივში მეოთხე, შეუძლებელია რომ შქერი ჩაწერო პირველი. იმიტომ რომ ეგრე წერია, არც ევკალიპტი და არც შქერი არ დაურგავთ მწკრივის დასაწყისში. ვერც შქერს ჩაწერ პირველ ნომრად, ვერც ევკალიპტს, იმიტომ რომ ეგრე წერია და ვერც ალბიციას და იკითხავ ალბიციას რატო ვერა? იმიტომ რომ ბოლო პირობის თანახმად ალბიცია უფრო აღმოსავლეთით დარგეს, ვიდრე ევკალიპტი და თუ პირველი ალბიცია იქნება, ის უფრო აღმოსავლეთით ვიდრე ევკალიპტი ვერ დაირგება, ის დაირგება ევკალიპტისგან დასავლეთით და არა აღმოსავლეთით. ამიტომ კორდილინას მეოთხეობა პირველ ნომრად მცენარეს ართმევს უფლებას, რომ ჩაიწეროს რაიმე. ამიტომ შეუძლებელია, ხო ეგ და მაშასადამე ეგ იქნება სწორი პასუხი, ხო? კაი, სხვები გავაკეთოთ, აბა მაინც რომ მივხვდეთ როგორ გამოითვლება, ხო, სხვა პასუხები. კორდილინა მწკრივში მეოთხეა ვერ გამოვიდა, ესე იგი. შემდეგ ევკალიპტი მწკრივში მეოთხეა. ნუ ევკალიპტი ჩავწეროთ მეოთხე. ჩვენ ვიცით, რომ ალბიცია უფრო აღმოსავლეთით უნდა დაირგოს, ვიდრე ევკალიპტი იყოს ალბიცია აქ. ნუ კორდილინა და იუკა გლედიჩიასგან სხვადასხვა მხარეს უნდა იყოს. მოდი გლედიჩია იყოს მეორე დავუშვათ. პირველი იყოს კორდილინა და მესამე იყოს შქერი და ყველაფერი დაცულია. ნახე, იუკა ბოლოშია, ევკალიპტი და შქერი. არ არის პირველი, კორდილინა და იუკა გლედიჩიასგან სხვადასხვა მხარეს არის და ალბიცია უფრო აღმოსავლეთით არის დარგული, ვიდრე ევკალიპტი, ხო? ან გლედიჩიას და შქერს გადაუნაცვლებდი ადგილებს და შეგიძლია სახშიც სცადო სხვა ვერსია. მეორე შესაძლებელია ეს ჩვეულებრივ შესრულდება, ხო? შქერი მწკრივში მეოთხეა. როდესაც შქერი მწკრივში მეოთხეა, რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. ეხლა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ალბიცია უფრო აღმოსავლეთით დავრგოთ, ვიდრე ევკალიპტი. მოდი ევკალიპტი იყოს მესამე, ალბიცია იყოს მეხუთე და მეორე იყოს გლედიჩია და პირველი იყოს კორდილინა. მე ხაშინ პასუხებს კი გთავაზობ, მაგრამ შეგიძლია სახში გატესტო, ხო, დამოუკიდებლად შეადგინო ეს წყობა და შეადარო ჩემ წყობასაც. რამდენიმე ვარიანტი იქნება ხოლმე, როგორც წესი. იუკა ბოლოშია, ევკალიპტი და შქერი პირველი არა, კორდილინა და იუკა გლედიჩიასგან აქეთ-იქეთ მხარეს არის, კი ბატონო, და ალბიცია უფრო აღმოსავლეთით არის დარგული, ვიდრე ევკალიპტი და შქერის მეოთხეობა ფრიად მოხდენადი იყო, შეიძლებოდა, ხო? და გლედიჩია შემდეგ მწკრივში მესამეა. რა თქმა უნდა, იუკას ბოლოში ვტოვებ, იმიტომ რომ მთავარი პირობა სწორედ ის არის, თუ იუკა დარგეს ალბიციასგან აღმოსავლეთითო და აღმოსავლეთით, ანუ ბოლოში გამოდის ყველა ვარიანტში. გლედიჩია მწკრივში თუ მესამეა, გლედიჩია ჩავწეროთ აქ, მესამე. მოდი პირველი როგორც წეღან ეწერა, კორდილინა ჩავწეროთ. ევკალიპტი სიტყვაზე მეორე, შქერი მეოთხე და ალბიცია მეხუთე და ნახე ყველაფერი გამოვიდა. სხვა ვარიანტი შეგიძლია სახშიც შეენცადო, დაგიტოვებ მაგას საფიქრებლად. იუკა ბოლოშია, ევკალიპტი და შქერი პირველი არა, კორდილინა და იუკა გლედიჩიასგან აქეთ-იქეთ არის, სწორია და ალბიცია უფრო აღმოსავლეთით არის, ვიდრე ევკალიპტი. გადაუნაცვლე ამას სახლში ეხა მეცადინეობის დროს ადგილები და ნახავ, რომ ყველაფერი მაინც სრულდება და ევკალიპტი მწკრივში მესამეა, არ არის პრობლემა, ევკალიპტი თუ მწკრივში მესამეა, მაგის გვერდით დავწეროთ სიტყვაზე
ალბიცია ეგრევე მოყვებოდეს, იმიტომ რომ აღმოსავლეთით უნდა იყოს, შქერი იყოს დაუშვათ მეხუთე, გლედიჩია მეორე და კორდილინა პირველი და იუკა ბოლოშია, ევკალიპტი და შქერი პირველი არ არის, კორდილინა და იუკა გლედიჩიასგან აქეთ იქეთ მხარეს არის და ალბიცია უფრო აღმოსავლეთით არის დარგული ვიდრე ევკალიპტი. ესეც გამოდის, მაგრამ როგორც წელან გითხარი, კორდილინა რომ მეოთხე იყოს, ეგ შეუძლებელია, იმიტომ რომ თუ კორდილინა არის მეოთხე, მაგ შემთხვევაში რა მოხდება? როდესაც კორდილინა არის მეოთხე, შქერის ნაცვლად აი აქ ჩაიწერება გლედიჩია. იმიტომ რომ გლედიჩიას აქეთ იქეთ უნდა იყოს კორდილინა და იუკა და პირველ ადგილას ვეღარ ჩაიწერება ვერც შქერი, ვერც ევკალიპტი, ვერც ალბიცია, ხო? ამიტომ თუ იუკა დარგეს ალბიციასგან აღმოსავლეთით, შეუძლებელია კორდილინა იყოს სკრიფში მეოთხე. გავიგებთ, ხო? არც ისეთი რთული ტესტი არ არის, უბრალოდ დრო ჭირდება ამ ყველაფრის ჩამოყალიბებას, გააზრებას, ხო? საერთოდ სანამ ამას კიდე წავშლი და დავწერ, ხო? კითხვას გადმოვიტან, იქამდე დაგელაპარაკები და გეტყვი, რომ ჯობია მე-12-დან დაიწყო ეს გამოცდა, იმიტომ რომ მე-12-დან მე-17-ს ჩათვლით, ერთი და იგივე პრინციპზეა დაახლოებით ტესტები დაფუძნებული და 6 ტესტია გაბნეული და პირველიდან 11-ის ჩათვლით დავალებები ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შემდეგ ეს წყობები, როგორც ხედავ, ამ წყობებთან უბრალოდ ერთადერთი სირთულე ისაა, რომ დრო ჭირდება, მეტი არაფერი, ხო და თუ შენ შეგიძლია, რომ კონცენტრირდი აი ამ პირობებზე, მე ყველა ვარიანტში გაგიწევ რეკომენდაციას, რომ ბოლოები გააკეთო პირველი, ხო, როგორც შემოსწავლეებს ვეუბნები. აბა შემდეგ რას გვეუბნებიან, თუ ევკალიპტი შქერისგან აღმოსავლეთით მის უშუალოდ გვერდით დარგეს, მაშინ ჩამოთვლთაგან რომელი აუცილებლად მცდა არის. დავწეროთ ისევ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მცენარე, მწვანე ფერს ავარჩევ და უნდა მოსინჯო შეუძლებელი რა არის ჯერ რა. ეგ ყველაზე მაგარი ხერხია. ნახე, თუ ევკალიპტი შქერისგან აღმოსავლეთით მის უშუალოდ გვერდით დარგეს. შქერი შეიძლება პირველი იყოს? არა, იმიტომ რომ წერია არც ევკალიპტი და არც შქერი არ დაურგავთ წყლის დასაწყისში. შეიძლება ბოლო იყოს? არა, იმიტომ რომ მაგის აღმოსავლეთით ევკალიპტი ვეღარ დაირგება. შეიძლება მეხუთე იყოს? ვერა, იმიტომ რომ მაგის აღმოსავლეთით მეექვსე პოზიციაზე ევკალიპტი კი დაირგება, მაგრამ ბოლო პირობა მეოთხე წერტილოვანი არის, რომ ალბიცია უფრო აღმოსავლეთით დარგეს, ვიდრე ევკალიპტიო და ალბიციას პოზიცია აღარ რჩება, რომ ევკალიპტის მერე ჩაიწეროს. ამიტომ თუ სადმე ჩაიწერება შქერი, ეს იქნება მეორე, მესამე და მეოთხე პოზიციები. აი შქერი მეოთხეზე გავტესტოთ და შემდეგ იყოს უშუალოდ გვერდით, როგორც ავტორი გვეუბნება ევკალიპტი და შემდეგ იქნება ალბიცია, ხო? ასეთ დროს როგორ დავაგდება ცხრილი, რა მცენარეები დაგვრჩა, გლედიჩია, კორდილინა და იუკა და ასეთ დროს იუკა აუცილებლად პირველი უნდა იყოს, გლედიჩია უეჭველი მეორე და მესამე ყველა ვარიანტში კორდილინა და ნახე იუკა მწკრივის დასაწყისშია კი ევკალიპტი და შქერი პირველი არა, კორდილინა და იუკა გლედიჩიასგან აქეთ იქეთ მხარეს არის, კი ბატონო და ალბიცია უფრო აღმოსავლეთით არის დარგული ვიდრე ევკალიპტი და თან ის პირობაც დაცულია, რომ ევკალიპტი შქერისგან აღმოსავლეთით მის უშუალოდ გვერდით არის. ეხლა ნახე, რომელია აუცილებლად მცდარიო, თუ რამე დაჯდა ჭეშმარიტი აქედან, ხო? ის მცდარი არ არის, იუკა მწკრივის ბოლოშია, ჯერ არ ვიცით შესაძლებელია ეგ თუ არა, ალბიცია მწკრივში მეოთხეა, ჯერჯერობით არა, არ ვიცით, შქერი მწკრივში მეოთხეა, აი ეს შესაძლებელი ყოფილა და მცდარი არ არის, იმიტომ რომ გამოვიდა, ხვდები? გლედიჩია მწკრივში მესამეა, ჯერ არ ვიცით და შქერი მწკრივში მესამეა, ეგეც არ ვიცით. მიხვდი რატო გადაიხაზა G, იმიტომ რომ შქერი მწკრივში მეოთხეა, შეიძლება იყოს მეოთხე და ამიტომ პრობლემა აღმოიფხვრა, მასზე ვერ ითქმევა, რომ აი G ვერსიაზე ვერ ითქმევა, რომ შქერი მწკრივში მეოთხე აუცილებლად მცდარია, იმიტომ რომ გამოვიდა წყობა, შედგა. თან ერთადერთი წყობა არსებობს, როცა შქერი მეოთხეა. შემდეგ გადავაბარგოთ შქერი მესამეზე. ამას მოყვება ეგრევე ევკალიპტი. აქვე დავწეროთ ალბიცია თუნდაც და ბოლოში დავწეროთ იუკა.
ამ შემთხვევაში გლედიჩია უნდა იყოს რიგით მეორე და პირველ ნომრად უნდა იყოს ჩაწერილი კორდილინა. იუკა მწკრივის ბოლოშია შესრულდა და ევკალიპტი და შქერი მწკრივის დასაწყისში არ არის. კორდილინა და იუკა გლედიჩიასგან სხვადასხვა მხარეს არის. კორდილინა და იუკა ეგრეა და ალბიცია უფრო აღმოსავლეთითაა დარგული ვიდრე ევკალიპტი, ნუ კი მასე ხელმძღვანელობს. და რა არის მცდარი, რა გამოვიდა? ნახე, შქერი მწკრივში მესამეა, ბოლო ვარიანტი მცდარია იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება გამოვიდეს, ამიტომ აუცილებლად მცდარად არ იწოდება, ანუ რისი თქმა მინდა. პასუხი არა მცდარი, თორე განაშქერი მწკრივში მესამეა, ეგ სიტყვები კი არ არის მცდარი, ეგ შეიძლება მოხდეს. ხო? ისევე როგორც შესაძლებელია მოხდეს ის, რომ იუკა მწკრივის ბოლოშია, ეგეც შეიძლება მოხდეს და მცდარად არ იწოდება. მცდარი არის ის, რაც ვერ მოხდება, რასაც ვერ დასვავ, გესმის? ხო? რაც შეუძლებელი იქნება. ხო, და ამიტომ ის პასუხები გადავხაზე, რაც მოხდენადია და რაც მოვახდინეთ. შემდეგ, შქერი გადმოვიტანოთ მეორე პოზიციაზე, შემდეგ იყოს ევგრევე ევკალიპტი, ხო? მასე გავს ავტორი, ეგრევე მიაყოლეო, მერე კი ბატონო ალბიცია დავწეროთ, შემდეგ იყოს, რა ვიცი, დავუშვათ რა შეიძლება, ნუ ბოლოში გავუშვათ, მოდი იუკა, გლედიჩია იყოს მეხუთე და პირველი იყოს კორდილინა. აბა დაცულია თუ არა ყველა პირობა? იუკა ბოლოშია კი, ევკალიპტი და შქერი მწკრივის დასაწყისში არ არის, ნუ არის. კორდილინა და იუკა გლედიჩიასგან აქეთ-იქეთ მხარეს არის შესრულდა და ალბიცია უფრო აღმოსავლეთით არის დარგული ვიდრე ევკალიპტი, ეგეც ცხადია შესრულდა და რა ამოვარდა? აი ალბიცია მწკრივში მეოთხეა, ბ-ვერსია. ფრიად შესაძლებელია და განხორციელებადი, ამიტომ მაგაზე ვერ ვიტყვით, რომ ვერ მოხდებაო, ხო? მაგრამ ის სწორი პასუხი, რაც ვერასოდეს მოხდება, არის ის, რომ გლედიჩია მწკრივში მესამეა და რატო დავასაბუთოთ? შქერის ყველა ვერსია ვცადეთ, თუმცა მან რაღაცები კიდე გადანაცვლდებოდა, თუ გინდა, აი როცა შქერი მეორე და მესამეა, შეგიძლია რაღაცები, მცენარეები კიდე გადაანაცვლო, თუ გინდა სახში ცადე, მაგრამ მთავარი პირობები მაინც გამოირიცხა, ხო? რაც შესაძლებელი იყო, ისინი დავსვით უკვე და გამოვრიცხეთ, მცდარად აღარ იწოდება, მაგრამ მცდარი არის ის, რომ გლედიჩია მწკრივში მესამეა და იკითხავ რატო? იმიტომ რომ თუ გლედიჩიას დასვავ მწკრივში მესამე ნომრად, ეხლა შენ აუცილებლად უნდა შეასრულო ავტორის პირობა, რომ ევკალიპტი შქერისგან აღმოსავლეთით მის უშუალოდ გვერდით უნდა დარგო. და მაგის მერე მოდის ალბიცია, ანუ ევკალიპტის მერე. და ასეთ შემთხვევაში პირველ ნომრად შქერი ვერ იწერება, მეორე ნომრად რო ჩაწერო გლედიჩია მოსდევს, არა და ევკალიპტი უნდა მოსდევდეს, მეექვსე ნომრად და მეხუთე ნომრად ვერ იქნება, იმიტომ რომ გითხარი, რომ მაგის გვერდით ევკალიპტი რო არის, მერე კიდე ალბიცია მოსდევს, ამიტომ მაქსიმალური ვარიანტი ისაა შქერი მეოთხეზე გადმოვწიოთ, მეხუთე იყოს ევკალიპტი და მეექვსე იყოს ალბიცია, იმიტომ რომ ევკალიპტისგან აღმოსავლეთით უნდა იქნას დარგული და ნახე დაგვრჩა ორი მცენარე, ეს არის იუკა და კორდილინა. და რა მოხდება, შენ ვეხვდები, რა თქმა უნდა მოხდა ის, რომ დაირღვა მესამე პირობა, კორდილინა და იუკა ორივე გლედიჩიასგან ერთსა და იმავე მხარეს აღმოჩნდა, როცა სხვადასხვა მხარეს უნდა ყოფილიყო. და აი ამიტომ ასეთ გარემოებებსა და პირობებში ვერასოდეს დაირგება გლედიჩია მწკრივში მესამე მცენარედ. მიხვდი? აი ეს არის 12-14 ტესტების არსი და მეთოდიკა თუ როგორ უნდა გააკეთო გამოცდაზე მსგავსი ჟანრის ტესტები და მე ვფიქრობ გასაგებია და იმედია გავართმევთ ამას თავს გამოცდაზე. კარგი, აბა დროებით დაგემშვიდობები და ცოტა ხანში სხვა ტესტებსაც ჩაგიწერ.